მუსიკო დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ ჩვენთვის ვიმყოფებით თბილისი Open Air-ზე 2025 ბევრ დროს არ წაგარდნო და მე უბრალოდ მაინტერესებს ხო ჩვენი შენობით საუბარი ხო რა თქმა უნდა შენობით საუბარი უბრალოდ აი უმცროს ჩვენს მეგობრებს რომ ორი სიტყვით მოუყვე და გავიხსენოთ როგორ დაიბადა რა ეს ტექსტი როგორ დაიწყო აი Alter Vision-ის როგორ დაიწყო და დაიწყო ეგრე რომ მუსიკოსებმა მე ვახო აბუნაშვილმა ბექა ჯაფარიძე მაშინ ჩვენს რაღაცნაირად გადავწყვიტეთ კი არა ჩვენი ნატვრა იყო რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთივე ფესტივალი გვენახა როგორც ჩვენ ვიდეო კასეტებზე ხონდა ნახი ვუსტოკის სახით ანუ ჩვენთვის ეხა ჩემთვის პირადად ინსპირაცია ყოველთვის ვუსტოკი იყო ეხა ის რომ ჩვენ ვუსტოკს გავაკეთებთ საქართველოში არა მაგრამ აი ეგეთი შეკრება და ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა რომ მაშინდელ თბილისში ან საქართველოში რაღაც პატარ-პატარა ტუსოკები 500 კაციანი 1000 კაციანი დადიოდა ივენთებზე მარტო იქ კი არ იყო დარწმუნებულები ვიყავით რომ იყოს ძალიან დიდი მთელი თაობა ფაქტიურად რომელიც ელოდებოდა ესეთ შეკრების ადგილს ну ჩვენ გვჯეროდა ეს და ასევე იმით გვჯეროდა რომ და გვჯერავს ყველას ვინც ვაკეთებ ფესტივალს რომ ჩვენი ქვეყანა როს მილიონა რეგიონში არის ლიდერი კულტურული და მუსიკალურად და არა მარტო მუსიკის მიმართულებით შეუძლია ძალიან ბევრი და ძალიან კარგი რამის შექმნა და ასევე ესეთი შესანიშნავი ქვეყანა არ იმსახურებს იმას რომ ელოდებოდეს იურმალას ფესტივალის ზე ვინ წავა ანუ ამას ხო ეგრე იყო რა სულ მაგას ვიხსენე და ეს განიხილებოდა რომ აი ანუ რაღაც რუსულ კამპოტში ხო ესე ვილაპარაკებ თუ შეიძლება პირდაპირ ანუ ეგრეა და რუსულ კამპოტში კი არ უნდა იყოს ეს ქვეყანა უნდა იყოს იქ სადაც არის მისი ადგილი სადაც არის რა ვიცი მისი ნაწილიც იყო ყოველთვის და აი ეს ფესტივალი რითი განსხვავდება მთელი ამ ისტორიიდან რისგან აი ეს წლევანდელი განსხვავება წლევანდელი კი ანუ რო შევადაროთ დასაწყის რომ თავარი სათქმელი ფესტივალის ყოველთვის იყო და არის ის რომ მუსიკა ათავისუფლებს. ეს მოტო ვთქვათ, საჭირო დაარქი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია და იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ წლევანდელი წელი ესე ვთქვათ, აი როგორც ფეხბურთშია რა, ჩემპიონთა ლიგის 24-25 ხო, ესე წერია, წინა წელიც ითვლება და შემდეგი წელიც განსაკუთრებულად ძიმე და რთული იყო და არის. და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ფესტივალი როგორც ყოველთვის თავისუფალი სივრცეა და ყოფილიყო საშუალება ეს პლატფორმა იმისთვის რომ ძალიან ბევრ კომიუნიტის ეპოვა თავისი ადგილი. არა მარტო მუსიკოსებს სცენაზე არამედ მთლიანად ფესტივალზე ქონოდათ თავისი სივრცეები და არ ვიცი იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა იქნება ეს მუსიკალური ლეიბლები და მაღაზიები იქნება ეს გამომცემლობები იქნება ეს ღვინის ფესტივალი თუ ბევრი სხვადასხვა რამ და ეს კონცეფცია რომ ყველას ხმა უნდა ისმოდეს ჩვენ ფესტივალზე წელს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს არის ერთობის და სოლიდარობის წელი, ერთად დგომის წელი. მუსიკალურ კონცეფციაშიც ესე გადაითარგმნა, რომ main stage-ზე არის ძალიან ბევრი კოლაბორაცია, ასე ვთქვათ რა, სხვადასხვა მუსიკოსების, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ჟანრის. აი გუშინ ნახეთ არა ყველა და მერაბ სეფაშვილი, გიორგი უშიკიშვილი თამადასთან ერთად და კიდე ბევრი რამ რა. და დღესაც ნახავთ ხო აი სუხიშვილები დახურავენ ფესტივალს მთლიანად, ასე ვთქვათ სპეციალური ფესტივალის გაკეთებული რაღაც ეროვნული და რავი კორზი იქნება დანი ბრეგვაძესთან ერთად და სხვა კიდე მაგარ არტისტებთან მექანიკალ ემპულს ჩვენ იქნებით ჩვენი ასე ვთქვათ სტუმარი იქნება გიული ჩოქელი მწვანე ოთახის და ატამბუჭოვაძე და ეხა ძალიან ბევრია იქ არის ძალიან საინტერესო მართლა სკასი და მამაფლექს ეხა მივყევი და ვყვები ლაინაპს
დრო რო არ დავკარგოთ, ანუ ეს არის მთავარი სცენის კონცეფცია და Unity სცენა, Unity stage, სადაც სხვადასხვა კლუბების რეზიდენტები ერთად უკრავენ B2B-ს, როგორც ქვია. ხო, რაც ახდება ხოლმე ხშირად დამერწმუნებით, hip-hop-ის ხალხი, ეს community და post-punk-ი. ხო, აი ხა ეგ ჟანრებს აღარ ჩამოვთვლი და სტენდაპერები ძალიან ბევრი მე შეიძლება გამომრჩეოდა, მაგრამ რაღაცნაირად ფესტივალი უნდა იყოს რაღაცის გამოძახილი, რაღაცის შეჯამება, რაღაცა ის რაც ხდება ქვეყანაში, აი ისი შეჯამება და გამოძახილი. გამოძახილი, აი მაგალითად გუშინდელი მერაბსეფაშვილი და არას გამოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე ალბათ სასიხარულო თარიღის გახსენება, ხო, რაც იყო ფეხბურთს უკავშირდება. და ეს სიმღერა მე გახდა ჩვენ ქუჩაში ვართ. ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში არის და ქუჩა არის რაღაც გამოხატვის ადგილი თავისუფლების და იქ რაც ჟღერს, ამ მუსიკაც აიღო თვითონ ხალხმა. ეს ხო არ არის რომ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს უნდა იყოს, ხოთია. საპროტესტო რაღაც ის მოძრაობის თუ არ ვიცი რა თქვა, რაღაცა საუნდტრეკი. არა, უბრალოდ ეგრე ხდება. ესე გადაწყვიტა. ეგრე ხდება, აი როგორც სტადიონზე აირჩია ხალხმა რომ უნდა ემღერა. შენთვის ღერი, გაფრის მოვუკეთილე. ეგ თვითონ აირჩია. ეგრე ხდება. შესაბამისად, აქ უნდა გაჟღერდეს ეგ ტრეკები. აქ უნდა ისმოდეს ის რაც ისმის ქუჩაში. აი მთელი ამ წლების მანძილზე ყველაზე მაგარი ჰედლაინერი ვინ გახსენდება ფესტივალის ისტორიიდან? აი შენთვის საინტერესო ან რაღაცა ისეთი აი ცი არის ჰედლაინერები. აი ძალიან ბევრი საინტერესო ისეთი აი ხა თუ პირდაპირ ვერ იძახი, ხო? ესე იგი არც არის რომელიღაც განსაკუთრებული. ანუ იყო განსაკუთრებული მომენტები და პერიოდები, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ არტისტების ჩამოსვლა რა. ანუ განსაკუთრებული მომენტი იყო თქვათ რა თვითონ ჰედლაინერი იყო მაშინ ერთ-ერთ წელს დიპაპრი, მაგრამ თქვათ გლოვერთან ერთად უბრალოდ რაღაცების გახსენებაც და ამის მოსმენა როგორ ემალებოდნენ ეგ და ლენონი მორისონს, ანუ როგორც ახლა ეგ იყო განსაკუთრებული ეგეთი მომენტები, როცა რაღაც შენი ბავშვობის აი წლევანდელ ნიუკამერზე რა სიტყვი? წლევანდელ ნიუკამერზე ვიდო ბევრი რამე თქვა. უჩი შემთხვევით მოვისმინე და ძალიან მაგარი. აი 77-მა ბენდმა შემოიტანა წელს ის განაცხადი. აიდანაც 20 მოხდა შოუკეისზე და ერთი არის სპირიტუალ პლეიერს. ბენდი რომელმაც აი შოუკეისეს და ლაივშიც კარგი გაგებით გვახოხია, აი იმხელა დრაივი, იმხელა ბედნიერება, რასაც აკეთებენ ისე უხარია და ისე უყარა საკმაოდ პროფესიონალური. არა, ისე უყვართ, რასაც შვებიან, ისე ევასებათ, რაც აკეთებენ და იმდენად დარწმუნებულები არიან თავის თავში, რომ ეს ენერგია ეგრევე გეჯახება რა. ძალიან ბევრი ბენდი იყო კიდე, უბრალოდ არ იყო საშუალება ყველას გამოყვანის, მაგრამ წელს კი 15 წლის განმავლობაში რაც ამ პროექტს ვაკეთებთ, აი ესე სუზრდა არის და აი 77 ბენდი კი ეხა არის ამ ქვეყანაში, სადღაც ერთი 150 ბენდი. სხვადასხვანაირი რა, ანუ წარმოუდგენელია, ხო ეხა რაღაც გონია, რომ რაღაც სულ 3-4-ია, ხალხს ეგრე გონია. მაგრამ ყველა აი მაგალითად ბედფორდები ან დასამახსოვრებელი და ბენდი ბედფორდები 2016-ში იყო ნიუკამერებზე და ისეთი მაგარი სიმღერა გააძრეს, რომ ანუ რა გითხრა რა, აი რო იწყება უკვე დამთავრდა ბაზარი რა, ეგ მაგარი. მე მინდა სხვადასხვა რაღაცებზე ვისაუბროთ ასე. ჟურნალისტიკა გაქვს ხო ერთ-ერთი კი, მე ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული. ინტერვიუ ჩამოგიყვარია? კი, როგორ არა. აი მე ვიყავი ეგეთ გაზეთ ფაქტი, აზრი, კომენტარი, იყო ეგეთ გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი და რედაქტორის მოადგილე რაღაც პერიოდი. და ხო, და უბრალოდ აი კულტურულ სფეროში თუ არა, ხო, უფრო მაგით, მაგრამ აი ხა ჩვენ პერიოდში გამიკეთებია პოლიტიკოსებთანაც ინტერვიუ ოდესღაც. მაგრამ მე მივხვდი რომ ჩემი საქმე არ არის რა. აი და ეს იდენტობა დააფიქსირე შენ თავში როგორც მუსიკოსის. ხო, არა, მუსიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და უბრალოდ ეგეთი ადგილი არისო რა, ანუ კლასიკურ, ანუ კონსერვატორიაში არ მინდოდა არანაირად. არა, ნუ ხო იყო იქ რაღაც ჯაზის სახელოვნების აკადემია. არისო,
არ იყო მაშინ ეგ მიმდინარეობა. და მე ვიპოვე ჯაზის აკადემია და იქ გავიცანით ერთმანეთთან მწვანე ოთახი ჩამოყალიბდა და იქ ძალიან ბევრი საინტერესო მუსიკოსი მოძრაობდა ასე ვთქვათ. და ეს ინსტრუმენტი გიტარა რატო იყო გიტარა შენ? ბიტლსის გამო. ბიტლსის გამო. შენი გიტარა რომელია? ბევრი ისინი არსებობს, ტელეკასტერი გვიყიდია. ჩემი გიტარა არის პირველი გიტარა, რომელიც ცნობილი მუსიკოსისგან ვიყიდე, ქართული ცნობილი მუსიკოსისგან ვიყიდე და რა ვიცი, ტიპი მაინტერესებს, აი რომელი ლიდსტარი, ანუ სტრატოკასტერის ის არის რა, ეხლა სტრატოკასტერი მაქვს, მაგრამ ის გიტარა, ის ლიდსტარი, ანუ გერმანული გამოშვების იყო სტრატოკასტერის ადიბასი რა. ანუ მაგ კარგი გრიფით. და ეგ რაღაც მახსოვს პლაში გავყიდე და გიტარა ვიყიდე. პლაში მაჩუკა ბიძაჩემა და მე გავყიდე გიტარა ვიყიდე. ლადოსკა ბურდული. ეგ გიტარა მე შემგან წავიდა და open air-ის stage-ზე ერთ-ერთ soundcheck-ზე ერთ-ერთ ის ბენდის ტიპმა მოიტანა რა. როდესაც ვიცნობდი. და დავინახე ეგრევე. მე მქონდა რაღაც ინსტრუმენტი, ეგრევე უთხარი რომ გიცვლით ხო რა. და ეს იყო ანუ ნამდვილი ბრენდის. და ეგრევე გამიცვალა იასმია, მაგრამ მე ვიხარი მომე დამიბრუნდა და ესე წავიდა და 2017-ში დამიბრუნდა ისე რა. ხო, ანუ ეს საყვარელი მუსიკოსები ნუ ბიტლზი გასაგებია და მთელი ეს ეპოქა. მაგრამ რაღაცის გავლენის ქვეშ ხო ექცეოდი და ეს რა იყო. რავი, მთელი მაგ დროის ხალხი რა. ან მწვანე ოთახის არა, მწვანე ოთახის მუსიკალური გავლენა უფრო სხვა რაღაცეებია, ვიდრე ჩემი აიკონ ტიპები 60-იან 70-იან წლების მაგ. მწვანე ოთახის. არის ხო ჯაზ როკის გავლენა. არა, იმიტომ რომ იქ ჯაზ, ანუ იქ ჯაზ სწავლობდით, ვუკრავდით, ესე სხვა მაღალი ნათქვამია ჯაზ ვუკრავდით, მაგრამ ხო, რაღაცას ვცდილობ სწავლობდით. ყავდა ძალიან მაგარი პედაგოგი, მერაბ ოძელაშვილი, რომელიც არის თეორეტიკოსი. ხო, რომელიც არის ციგნი მაქვს მერაბის. კი, მეც მაქვს. და მაჩუკა. ტრაქტატია რა ფაქტია. კი, მაგრამ ეხა იძახის, რომ აქ ბევრი რამე არ წერია კიდევ. ანუ მერაბსაც ცოდნაც აქვს, იმის მე რაღაცა ალბათ 1% შეიძლება პროცენტ არა მე არ წამოვიდე პროცენტ ნახევა მართლა გეუბნები და რამდენიც აი მომცა მერაბთან გაკვეთილებმა თქვაც სიტყვაზე როცა ჰარმონიაზე ველაპარაკებოდა და რაღაცებს მიხსნიდა ეგ იყო რანუ ეხა ისეთი 96 წელი იყო და თან უნივერსიტეტში სწავლობდი ეხა იქ და ჩამტოვეს ერთხელ გამაგდეს გამრიცხეს და საინფორმაციო კათედრა დავინახე აი ესეთი რა ის ინფორმაცია რაც გჭირდება მუსიკისთვის ძალიან ძნელია მაგრამ ხო არა ცოტა იყო მაშინ არ იყო ეხა ეგრე ჩემი შვილი რო უკრავს ეს გავივლი და რაღაცა ტრეკს უკრავს აი ისე ვახ მე ვქრე საიდან იცი ესე ზუსტად რო უკრავ მე უყურით და YouTube-ი ასნია ანუ გაკვეთილადან ისედაც ხო ხსნიდით ხოლმე რაღაცეებს ხო ანუ ყველას გიტარისტი არ ვიცი რომ პეიჯი მოხსნილი არ ქონდეს აი Stay Away to Heaven-ის სოლო რო არ ქონდეს მოხსნილი გიტარისტს აი ეგეც არ ვიცი რა ალბათ ან რაღაცა არა ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ძალიან თან მეოცა ერთხელ მახსენდება ხა ვაშა გაბუნია მომიყვა მოკლედ ლივერპულის პოლიციის უფროსი ყავდა რაღაც გადაცემაში რა და რაღაც საკითხებზე მიდიოდა იქ ლაპარაკი ხა ზუსტად არ მახსოვს და კითხეს აი ბევრი ფული რომ მოგწენ რა რეფორმას გააკეთე რეფორმა პოლიციის უფროსია ტიპი და პასუხზე აი ვერ წარმოიდგინე გიტარა ყველა თინეიჯერსო რა იმიტომ რომ როცა ბიტლების კონცერტიაო ნოლია კრიმინალი კი ბატონო აი ეს იმიტომ არის ლივერპული და იმიტომ რომ ჩემთვის გიტარა მე მახსოვს გიტარა როგორ დავიწყე დაურეკე ჩემ კლასელს იმიტომ რომ მე მოვისმინე ბიტლსი 13 წლის ასაკში 14 წლის ასაკში ჩემთან გაჩნდა ცოტა უფრო გვიან ეს 13 წლის ვიყავი რომ დაურეკე კლასელს და ვიცოდი გიტარას და მითხარი როგორ ავაწყოთ ხო რა მითხარ რომ მის ის რა მი და ავაწყე და დავიწყე სმენით აწყობა რაღაცების და მიშელ რო ვისწავლე და დაბადების დღეზე რო დაუკარი მივხვდი რომ
მივხვდი რომ თანამედროვე ტრენდები მუსიკაში. მაინტერესებს მუსიკას ხო ქმნიე ხა არ არსებობს რომ მოწყვეტილი იყო მაგამ ბავშვს რა როცა ახერხებ ხო რაღაცა ცდილობ რომ ეს ტენდენცია დაიჭირო თუ აი ადრე იყო ნამდვილი მუსიკა. არა ეგეთი რამე არ არსებობს ადრე იყო აი ეგ შემილია ვთქვა რომ მუსიკალურად რა თქმა უნდა ეხლანდელი პერიოდი და მაინდამაინც უფრო მე-20 საუკუნე უგებს ხო? ჯერ დასაწყისია. რა თქმა უნდა. ხო, ჯერ დასაწყისია, მაგრამ ეხა 90-იან წლებში აი რაღაცა ერთი 7 ალბომს ვიტყვი ერთ წელს რო გამოვიდა რომ რა ვიცი რა. აი რა ვიცი. მაგრამ ხო არიან აშკარად გენიალური მუსიკოსი რა ჯაკობ კოლიერი რაღაც ნილს ბრამი რა ხო გენიოსია რა ტიპი მაგრამ აი რამდენად თითქოს ახავს ან რაღაცა ისეთს რაც ჯერ არ გაგვიგია რა ვიცი აი მუსიკაში ჩემი აზრით როდესაც სხვას ისმენ ანუ რაღაცა მომენტი არის რაღაცა ინსპირაციის ისეთი თავარი აღცნადი არ არის ეგ რომ რაღაცა ენერგია უცებ ხსნის და შემოდის რა აი მაგალითად მე მახსოვს პირველად რო დორსი მოვისმინე რა ან პირველად აი რაღაცა მახსოვს როგორც ფოტო ან სურათები რაღაცა კადრები მომენტები როდესაც უცებ ჩაირთო ეს ვინილზე დავდე მელოდიაში წავედი ვიყიდე ვინილზე დავდე და უცებ ვიღაცამ შუქი აგითო ოთახში. არა იცი რა მოხდა, აი. მახსოვს რა ზეპელინის ბუტლეგ ვინილიც და დორსიც და ისი რა, ანუ ბავშვობის და სერჟანტ პეპერს უნდა ვახსენო. სერჟანტ პეპერს ქონდა ორიგინალი, ჩემო ბიძაშვილი მომაჩუკა. ორიგინალი ეს 100,000 ინტერვიუში მაქვს მოყოლილი, მაგრამ მე 1000-ით მოვყვები, იმიტომ რომ ეს იყო თავარი ამბავი ჩემ ცხოვრებაში, სერჟანტ პეპერს Lonely Hearts Club Band. და არა მარტო ჩემთვის მუსიკისთვის თავარი ამბავი და ამ ალბომმა საერთოდ შეცვალა მიდგომა მუსიკა მიდგომა ამას არ მოვყვები ყველა ვიცის და ამის გარჩევას არ დავიწყებ უბრალოდ მე მქონდა ბედნიერება მქონდა ეს ვინილი ყოველ დღე ფაქტობრივად მქონდა ლაივი ანუ რაღაც გიტარის ჩოგანი მქონდა გიტარის ჩოგანი კი არა ტენისის ჩოგანი გიტარა არ მქონდა და აი რო ჩავთავდი და ბილი შირს და რომ მე შემოდიოდა ამით ნამდვილი ხო ეს ხო ამით ცხოვრობდი და ბედნიერება იყო ის რომ უკანა მხარეს ტექსტები ეწერა ანუ ერთი ვინილია თუ ორი აღარ ერთი ვინილია უბრალოდ გაშლა აქვს და ესე მათი სურათია აი მუსიკაზე უსასრულო შეგვიძლია ლაპარაკოთ ხო და მე მინდა მაინც მუსიკა და ფეხბურთი რამდენი ხანის გაგიხარდებ ფეხბურთი ისე დროში ვარ რომ რაღაც მაინც პატარაზე მინდა შევეხო პოლიტიკასაც რა აი ასევე მინდა რომ ჩვენს აი უმცროს მეგობრებს რომ აი მარტივად აუხსნათ წვიმის მუსიკოსები ეს რა ფენომენი მოიბერე რა ფენომენი არანერი არ ვიცი ვინ მოიგონა ვინ რა გაარქვა ასე არა ვარ. უბრალოდ პერიოდი იყო ისეთი, სადაც ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც მუსიკოსებიც ვიყავით თან, გვინდოდა რაღაცის შეცვლა რა და დავინახეთ რომ ეგ ხოდი იყო. აი შეცვლა მუსიკით? არ მიფიქრია რომ მუსიკა არა ეს არის უბრალოდ გარეთ გავედით. არა მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. რა თქმა უნდა, ანუ რაღაც ერთი სატვირთო იყო აპარატურა ელაგა და ეს საღამოს ვიტყოდით რომ ხვალ მივაყენოთ უნივერსიტეტს და მივაყენებდით და წავიდა ანუ ვინც ვიყავით წვანე ოთახი აზელის ზუბა იყო ვინაც იყო თუ არ ვიცი ვინ იყო რაღაცებს უკრავდით და ველაპარაკებოდით სტუდენტებს აუდიტორიებშიც და რაღაც როგორ გითხრათ ეს იყო თვით ორგანიზებული ანუ არა მარტო მუსიკით ვერბალურადაც ხო ვერბალურადაც ეს იყო თვით ორგანიზებული რაღაცა ჯგუფი რომელიც უბრალოდ ხვდებოდა იმას რომ ჩვენ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ და ვუთხრათ რომ გამოვა ანუ შესაძლებელია და გამოვა ეს გამოვიდა რა ფაქტურად ხო ანუ რაღაცა გამოვიდა რაღაცა არ გამოვიდა მაგრამ
ის გამოვიდა რომ ქვეყანა დაიძრა. აი მატარებელი რომ ესე გააკეთებს, ხო იცი? დაიძრა, სადღაც წავიდა რა. მაშინ ძალიან როგორ გითხრათ, რომ ძალიან უცნაური იყო რა, აი ძალიან ესეთი ლუზერი ქვეყანა იყო და ეს რა შეცვლილიყო და შეიცვალა. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ეგ მგონი ვთქვი კიდეც, რომ იმდენი როგორ დავარქვა მუსიკალური მასალა სწორი სიტყვაა, არ ვიცი, არ არის შეიძლება. რატომ ხო? იმდენი მუსიკალური მასალა საქართველოში, რომ ამას ერთი ფესტივალი ვერაულა. საბედნიეროდ გვაქვს ბევრი კლუბი, საბედნიეროდ არსებობენ ფესტივალები ჟანრული, თბილისის ოპერის კონკრეტული ჟანრული ფესტივალი არის. რაც უფრო მეტი ფესტივალი იქნება და მეტი კლუბი და მეტი სცენა, მით უფრო მეტ მაგარამეს მოვისმენთ, იმიტომ რომ საოცარია, აი მარტო ის 77 ბენდი. წინა 14 წელს რო ვისმენდი 80, აი იმაზე რო არაფერი ვთქვათ, მათი ნაწილი დღეს აგერ main stage-ია რა, ან სადმე. არის სრულიად გასაოცარი და ერთი მომენტი უნდა ვთქვა. წელს ტექსტებში გაჩნდა, ჩვენ ტექსტებსაც ვთხოვთ, ხო? ხადი. ტექსტებში გაჩნდა რაღაც პატრიოტული მოტივები. ანუ რომელიღაც ტექსტში იყო ნახსენები ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სადღაც იყო 9 აპრილი, სადღაც თავისუფლება და სადღაც იყო რომ ანუ ეს რეალური სიწმინდეებია რა. ანუ ადრე ეგ არ იყოს so trendy რაღაცა რომ ეგ ტექსტს არ გააძრობდა ტიპი. მარო მაყაშვილის დღიურიდან ციტატა და ასე შემდეგ. ეგეც იყო. ან წარმოიდგინე რომ უცებ მუსიკოსებში გაჩნდა სურვილი იმის რომ რაც სწორად გასაკვირი ეს გადმოვიდეს. ეხლა მაგალითად ჩვენ დღეს დავუკრავთ ტრეკს მე ვარ საქართველო, რომელიც გავაკეთეთ იდეაში საქართველოს ნაკრებისთვის რა. მაგრამ ისეთი კონცეფცია აქვს, მისთვისაც დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატო ხავთარაძეს და ლევან გვინიანიძეს და ყველას ვინც მუშაობდა. რაც შენ თვითონ ფიქრდები რაღაცეებზე, კარგად იაზრებ და მე გადმოსცემ რა. და ეგეთი დაფიქრება არის ჩვენი კონკრეტული ამოცანა მქონდა და ეგეთი დაფიქრება ჩანს რომ ხდება ბევრი მუსიკოსის იმაში გონებაში რომ ეს ამოსათქმელი თქواس ეს სათქმელი თქواس და რაღაცა ამოიგოს და ეს აზრი გამოთქვას რა. რაც მნიშვნელოვანია ასევე მუსიკალურად ქართული მოტივები არის ქუჩაში რა. რაც ადრე რა უფრო აი 2000-იანებში არის ერიდებოდა. ხო, რომ რაღაცა ხო. Deep State რა შეიძლება. Deep State აგერ აქვს ის არა, ჯიხური შემოსასვლელში. ბურგერებს აკეთებ. მართლა? ესე ქვიათ? ესე ქვიათ? Deep State. ბენდისთვის სამი წერია. ბენდისთვის რა მაგარი სახელი? მაგარი. რა Deep State უკვე. მაგარი. ეს დავაპატენე. აიჩნდება ეგეთი ბენდი Deep State. მე გავაკეთებ. ძალიან გთხოვთ ვინმე ბენს თუ გააკეთეთ Deep State. ეს ვინ უკრავს Deep State? ეს Deep State. შენ. სად? არის ეგეთი ბენდი? არ ვიცი. მე არ გამიგია. აი ლოზუნგი როა ცეცხლი ოლიგარქიას. მოგწონს ძალიან დიდი არ არის, რამდენი მართ ცეცხლი წადი არ ჯობია. თუ არის. ანუ ეგ ცეცხლი ყველაფერი სათქმელი ეგ ასად პოლიცია, და ასად ყველგან პოლიცია, ასად სამართალი ამ შემდეგ ყველაფერი კარგია. წადი არის საბოლოო და მთავარი სათქმელი რა. აი ბერლინის კედლის დაანგრევა თუ გახსოვს. აუ როგორ არ მახსოვს. ეგ იყო 16 წლის უნდა ყოფილიყო 17-ის, ხო? ბერლინის კედელი ინგრეოდა, როგორ არა. და მუსიკასთან ერთად, იმიტომ რომ ბერლინის კედელი რომ ინგრეოდა, მე მაგ მომენტში მოვხვდი ტალინში. მაგ წელს ვიდექი იმ ჯაჭვში, როდესაც გააკეთეს. ტალინში. როგორც არა, მაგ დროს უკვე ვილნიუსში ვიყავ. ანუ ეს ლაისვაია ბალტიკა, ლაისვაია დიეტუვა, ლატვია, ესტია, აი მაგაში ვიდექი და მაგ დროს ვიყავი ტალინში და პირველად ნახე MTV. და პირველად ნახე რომ ტელევიზორი არ მთავრდება. ანუ ტელევიზორი ღამეს თუ არ იძახის, ანუ სუ არის.
და არის MTV და იქ ხდება სასწაული რაღაც, იმიტომ რომ ძალიან 90-იანების MTV-ა ძალიან მაგარი და ამ დროს არის ლაივი ვოტერსის ბერლინში, აი ეს ცნობილი ლაივი, ვოლის, დანგრევის. და იქ ყველა რო იქ არის, ეს ნახე ლაივში. ანუ ლაივში რა აი ეს MTV-ს ყველაფერი ერთად და აი დამენძრა. აი გადავყირავდი, იმიტომ რომ ეს იყო წარმოუდგენელი, რომ ამდენი მუსიკაა და არ მთავრდება რა, სულ არის. მაგრამ რას ფიქრობ, იცი ხა აი არ ვიცი ვინ აკეთებს ამას რა, ჩვენი ჭრდილოელი მეზობელი თუ რაღაც. ეხლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფიზიკურად კედელი აღარ არის ბერლინის, მაგრამ რაღაც უხილავი კედლები იმართება. არა, იცი რა არის? ან აი ჩვენ შორის პირდაპირ აქ რაღაც მეგობრებს შორის. ეგ კედლები დაბრუნდა. მეგობრებს შორის არა, უხილავი არის. ადამიანებშიც შეიძლება. ადამიანებში. მაგრამ აი ეს 90-იანები იყო სულ მაგას ვიძახი ყველაზე მაგარი პერიოდი სოფლიოში ინგრეოდა დიქტატურები, ინგრეოდა რუსების აშენებული კედლები, ინგრეოდა ანუ ნადგურდებოდნენ ეს დიქტატორები, ხან ჩაუშესკუ, ხან ეს დაესცა საბჭოთა კავშირი, ანუ მე მოვესწარი იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ამას უსმენდი, იქ ვიყავი, ანუ საბჭოთა კავშირი დაინგრა ეს ისეთი რაღაცები მოხდა და MTV. და ამ დროს გამოვიდა ანუ ნირვანას ახალი ალბომი, კი ახალი კი არა და Unplugged-ის 90. არა, Nevermind-ი. ანუ გამოდის გამოდის მეტალიკის ალბომი, გამოდის აუ რამდენი მაგარი 91-ში ხო, ეგ ლაივი, მაგრამ მე ვიცახი ალბომები რა, ალბომები, აი 1-5-6 ბენდი ისეთი არა, სუმუშაო. რეთო მოკლედ. და ეგ უკავშირდება ჩვენთვის ერთმანეთს. просто ჩვენთან იყო უბედურება 90-იანებში, თორე ძალიან მაგარი დრო იყო რა, მუსიკალურადაც და ასე ვთქვათ, ამ კუთხით რომ რაღაცა ეს კედელს უდავარქებ, კედლები დაინგრა, მაგრამ ნუ ეხა ისტორია ეგეთი რაღაცა არის რა, ანუ რაღაცა მოსახვევში შევედით და ძალიან დიდი ცვლილებებია რა და ეხა კედელს გვიშენებენ, აბა ეხა გვიშენებენ კედელს ჩვენ ცდილობენ აგვიშენონ კედელი ჩვენსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ესე დავარქვათ რა. მე არ მინდა რომ ძალიან მოგაწვინო, აი კონცერტი გაგდა ვიცი ეს რაც არის წინასწარ. ხო, უკვე ერთი აზრია. ხო. რა შესანიშნავი მე ძალიან ვერთობი. ვერთოჩემო არ გამიშვათ. მაშინ დარჩეთ. არ გამიშვათ და აი open air-ი when I'm 64 Sgt. Pepper-ში არის ერთ-ერთი ჩანსი. ანუ losing my ეგ უნდა იყოს sound. many years from now. ამ პოდკასტის საუნდტრეკი უნდა იყოს. 64 რატო არის რა? რატო ქვია 64 და when I'm 64 იყო ერთ-ერთი მაგის ინსპირაცია. მართლა? კი, იმიტომ აუ რა, Sgt. Pepper-ში ვარ ესე. არ გამიშვათ ხალხო აქედან. იქნებია. Will you still need me? Will you still feed me when I'm 64? და ჩვენი Will you still feed me? Will you still feed me? თუ ჩვენ ბევრი წლის მერე ისევ საინტერესო ვიქნები ყველასთვის 64 ისევ ვიქნები. შესანიშნავი. აჰა, ნახე. მე მივხვდი მაგას, ხედავ. Sgt. Pepper-ს უტრიალე, მაინც 64. ძალიან კარგია. მთელი ეს თავის სიდიადით რა open air-ი. უფრო მაგარი. შეიძლება კიდე რო იყოს, ან როდის იქნება. იცი რა არის? ანუ ეხა აი ბევრი სტუმარი, ბევრი თუ აღარ ელოდი. ხო იყო სხვადასხვანაირი, სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა თარიღებში, სხვადასხვა დღეების რაოდენობა. ანუ 90,000 კაცი ყავდა 20-22 წლის განმავლობაში. ეხა ტერიტორია უფრო პატარაა. ან თავარი ერთი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფესტივალის ჰედლაინერი, ყველაზე მთავარი ჰედლაინერი არის აი ეს ხალხი. ეგ ჰედლაინერი თუ კაჩავს, ყველაფერი მაგრაა და ეხლა რასაც უყურებ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ფესტივალი ეს არის. რომელიც რაოდენობით არა, დრაივით იზომება. ანუ შინაგანი მდგომარეობით და იმითი რაც ძალიან მჭირდება ხალხს რა. იმიტომ რომ ჩვენ ნელ-ნელა გვიკეტავენ იმას, აქ არა, მედია არა, ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო და ჩებით სად open air-ზე. რომ open air-ზე ამ შემთხვევაში სადღაც სივრცეში, სადაც ერთმანეთს უნდა შევხვდეთ, ქუჩა იქნება ეს თუ მინდორ ველი რა. ამიტომ ეს ენერგეტიკა რაც ეხლა აქ არის ალბათ ყველაზე განსაკუთრებული
და ძალიან დასამახსოვრებელი და ყველაზე მთავარი ფესტივალია. ამ ფესტივალის კეთება იყო მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა, ყველაზე საინტერესო. ყველაზე დამღლელი შეიძლება იმიტომ რომ ჩვენც ხა წლები გვემატება და რაღაცების გაკაჩვა შეიძლება გიჭირდეს ვიდრე 15 წლის წინ, მაგრამ აი არტისტებში, რომლებსაც ველაპარაკეთ და მოუყევით ჩვენი კონცეფცია და ვუთხარით, რომ აი ამას ვაკეთებ და მოდი გავაკეთოთ რა. ისეთი გაგება კი არა იმ ხელა რაღაცა წამოვიდა ყველა მხრიდან რა, რომ ამან ააშენა ანუ ეგ არის ბენზინი რა, რითიც მოძრავ, დადიხარ. აი ეგ რასაც ხედავ ადამიანები, როდესაც ადამიანები რაღაც ამ ერთობის და რაღაც იმითი ენთებიან და მე ამას თარგმნიან მუსიკაში რა. და ეს მუსიკაში როცა მუსიკაში ისმის ეს, იმიტომ რომ ხო მუსიკა ყველაზე მაგარი რაღაცა ეს არის რა. ედიუმია თუ არ ვიცი, ყველა უნივერსალური რამე. ამიტომ წლევანდელი წელი განსაკუთრებულად ძალიან საინტერესოა. ხელი მაგალითად გუშინ ჩვენ ფესტივალზე დადგმა გავაკეთეთ, რაღაც ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, სერიოზული და დავაგვიანეთ 40 წუთით სამწუხაროდ, მაგრამ შედგა ეგ დადგმა დათო ხორბალაძის ლაუდერი, სადაც 12 სხვადასხვა სპექტაკლიდან იყო ტრეკები. მოკლედ და აი ეგეთი განსხვავებული და მნიშვნელოვანი დადგმა ფესტივალზე. ეგეთი დადგმა არის ფაქტიურად ყველა და ამაზე ვმუშაობდით ეს თვეები, რომ ეს მომხდარიყო თავის რეპეტიციებით, თავის აი ამების კეთებით და ცოტა თავზე ხელაღებული რამეა რა. ხო, მაგრამ თავისუფლება ისე არ მოდის. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ მოვალთ, ხო? ხო მივალთ. კი, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. Will you still feed me? Will you still need me when I'm 64? 64. მადლობა. აჩიკო გულედანი. ძალიან დიდი მადლობა. ხალხო. ვანიკო მოგესალმები. მოგესალმები. ეს არის თბილისი Open Air 2025. და ძალიან მიხარია რომ დიდი ხნის უნახავი შეხვდი თან აქ. რა ვახარ? მოკლედ მე მაინტერესებს მე რამდენი Open Air-ია, როცა აი გამოუვალი მდგომარეობა. პირდაპირ გეტყვი, ეს არის ჩვენი პირველი გამოსვლა Open Air-ზე, იმიტომ რომ ის რა ქვია, რაღაცნაირად არ მოგვიწია სხვადასხვა რაღაცა მიზეზების გამო, რაც ახლა საინტერესო არ არის. და ძალიან მიხარია რომ ახლა მაინც მოგვიწია გამოსვლა Open Air-ზე. თუმცა აი რუსთავშიც იყო საპროტესტო ერთი ვერსია ცოტა ხნის წინ, რუსთავის იქეთ Open Air-ის მიერ გაკეთებული და იქაც მივიღეთ მონაწილეობა და ახლა ძალიან კარგი. წარმატებები. მადლობა. და ნიშნულოვან მოვლენად განიხილვა აი შეგვიდა და ნახე თავისთავად Open Air-ი ისედაც ნიშნულოვანი მოვლენა მიმაჩნია, იმიტომ რომ ძალიან საჭირო ფესტივალი არის არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ჩამოდიოდნენ უცხოელი არტისტები და ეს რაღაც კულტურული გაცვლები აუცილებლად მნიშვნელოვანია და რაღაცნაირად ამდიდრებს ერს და ძალიან ხო, მაგრამ წელს არ არიან. წელს კიდევ უფრო დამატებითი ამ დღეს წელს არიან ქართველი არტისტები და თავისი მნიშვნელობით წლევანდელი ფესტივალი არის ძალიან საჭირო პირველ რიგში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს რამდენი ხანია რუსთაველზე ვდგავართ ეს რაღაცნაირად ადუღებული პროტესტი აქ გადმოვიდა და ამ ხრიდანაც უნდა გავაჟღეროთ, რომ ყველას მივაწვდიდოთ ხმა და თან რაც თავარია ის მიხარია, რომ ეს ახალგაზრდობა, ახალი თაობა, ვისთვისაც შენდება ეს ქვეყანა და უნდა ავაშენოთ რაღაცა, აქ არიან, ჩვენთან არიან, იქაც რუსთაველზეც იქ არიან, აქაც არიან და რაღაცნაირი ინდიკატორი იმის, რომ ნამდვილად სწორ მხარეზე ვდგავართ ყველანი ჩვენ აქ. და ამითაც კიდე ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი Open Air. ანუ შენ თვლი რომ ეს პროტესტი გადმოვიდა? პროტესტი პროტესტი რაც არის. კი, და რა თქმა უნდა. ეთყობა ფესტივალს. კი, რა თქმა უნდა, თან ახალგაზრდებსაც რო შეხედოთ და რანაირი მუსიკითაც არის დღეს არტისტები წამდგარი სცენაზე და როგორ გულაობენ ჩვენი ახალგაზრდები, უკვე ეთყობა რომ ამათ შანსი არა რაღაცა ან რუსეთისკენ ან რაღაცა სხვა მიმართულებით გადაიყვანო ესენი
ნათლად ჩანს უბრალოდ და რაღაცა გულს უხარია ეს ამბავი. ის გამორიცხავ იმ ამბავს, რომ თქვა შეიძლება ერთ-ერთი ბოლო ოფენი არიან რაღაცა პათოს. არა, ღმერთმა დაგვიფაროს რასა. არა, გამორიცხავ. აი, ცოტა გამოუვალ მდგომარეობაზეც რო ველაპარაკოთ ხა. დავაი. ეს აი საუკეთესო პერიოდი როდის ქონიათ? აი ამ კოლექტივს თუ ბენდს თუ მეგობრებს და თუ ჯერ არ ყოფილა ეს მომენტი. არა, კი იყო და იცი როგორ ცოტა გამიჭირდება მაგას, ნუ თავდაპირველად დასაწყისში რაც იყო, ესე ბუმი რო უცებ ატყდა და რაც ახალი იყო, რა თქმა უნდა, მაგასაც საუკეთესო პერიოდად მოვიხსენიებდი, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება. შეიძლება რაღაცა ცოტა შენელდეს თუ რაღაცა ეს ბუმი დაუშვათ ჩვენი იმისა, მაგრამ რამდენჯერაც კონცერტზე გამოვდივართ, აშკარად ეთყობა რომ ჯერ კიდე რაღაცა ეს ბუმი იმ სერიალს უკავშირდებოდა. რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორის გამო არის ჩვენი ჯგუფის დაუშვათ ესეთი ხმარობადობა რა. ჯერ ერთი ის რომ სერიალის გმირის ამბავი არის, რომ ყველა იცნობს ამ თითქოს ოჯახის წევრი არის ეს პერსონაჟი, ვინც დგას ახლა სცენაზე. მერე ძველი საყვარელი სიმღერები, რაც დაუშვათ წინა თაობას ძალიან უყვარდა და შემდეგ თაობამდე არც იყო გადმოსული, ნუ არც ინტერესდებოდნენ დაუშვათ. ახალი მიმართულებით, ახალი მათ ენაზე დაკრული მოვასმენინეთ, მოეწონათ და მერე ორიგინალებიც მოусმინეს ახალგაზრდებმა და თან კიდე რა მისწორდება ყველაზე მაგრად რომ სცენაზე ხარ 15 წლის წინ თუ რამდენი წელი გავიდა ხო ამ ჯგუფის არსებობიდან. ეხაც რომ გამოვდივართ, ისეთი ადამიანები არიან ბედნიერები ჩვენ კონცერტის დროს, რომლებიც ზოგი შეიძლება დაბადებულიც არ იყო, როცა ეს ჭარმაგი ტიპები ხარ. კი, ჭარმაგები გამოვიდა. აი ნუ აქ YouTube-ზე უყურებენ ამ სერიალს და ამ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ხო თქვი ესე იგი სერიალი. Imagine მართლა არის. არა მარტო არის არა ჩემი სიმღერების ასაც მემღერი იმის გარდა არაფერი არ ვიცი ხო და რა უნდა მეთქვა ხო ეგ არის თუ გამახსენდება შეგიშალე ხელი არა ვიცი არა რისი თქმა მინდოდა სერიალთან დაკავშირებით აი ჩემი რაღაცა ეს ცხოვრება კარგი ახსენე რომ მე მუსიკოსად არ მოვიხსენიებ ჩემთვის რომ მსახიობი ვარ არც განათლება მაქვს შესაბამისი ეხა მუსიკაზე კი მივლია ბავშვობაში ცოტა ხანი მაგრამ არც ეგეთი განათლება მაქვს არც მელომანი არ ყოფილვარ სამწუხაროდ რომ რაღაცა ცოდნა მქონდეს მუსიკის აი როგორი ამბავი დაალაგდა ისი ჩემ ცხოვრებაში როგორც ჰოლივუდურ ზღაპარში რა ერთი ჩვეულებრივი მსახიობი რაღაც სერიალში მოხვდა და მე იქიდან ისეთი ბენდი ჩამოყალიბდა რომელიც ტელევიზორიდან პირდაპირ გადმოვარდა რომ რავი როკსტარივით დავდივარ ხანდახან აქ როცა კონცერტები გვაქვს და ზა ბედნიერი ვარ აი ციდან ჩამოვარდნილი იმას გავს რა ჯადოსნურობას ბედნიერ ვარსკვლავზე ძალიან გამიმართლა თან იცი რა მაინტერესებს აი მუსიკოსი არა ვარ მუსიკაზე არ მივლია რაღაც ისინი ხო გააქვს ანუ რა მუსიკას უსმენდი რაღაც შენი ისინი ხო არიან რაღაც გმირები არა ხო და არასდროს ესე არ მქონია აი რაღაც Queen Lennon ესეთ კერპები ბიტლზებს უსმენდი დეპეშ მოუდი რაღაც ეგეთი რაღაცე მაგრამ არ ვიყავი არასდროს აი რაღაცის ფანი რაღაცა მომწონდა და რაღაცნაირი გემოვნებაც შეიძლება ჩამომიყალიბდა ცოდნის გარეშე რომელიც აი დაუშვათ რაღაცა მუსიკა მომწონს და მე ვხვდები რომ ეს ძალიან გემოვნებიანი მუსიკაა, თუმცა შეიძლება არც არტისტი ვიცოდე, არც ის არ ვიცოდე. არ მაქვს ეს ცოდნა. თუმცა ისე დავაგდა რომ არ შემიშალა ამ ახალი, უბრალოდ მე მიტყდება. ცოტა ხანი დავრჩეთ რა, აი შენ რო თქვი რომ ახა ანუ ჩვენს უმცროს მეგობრებს მოვასმენინეთ ეს ძველი რეტრო სიმღერები მათ ენაზე. ხო. აი ეს მათ ენაზე რა ინდი როკი არის? რაში არის თარგმნილი? არ ვიცი ეგ რა უნდა მაგას გაბუნიას ვკითხავ და ხო მადლობა საჩუქარიც მივიღე რა წერია რო ოლე ოლა ეს სტიკერის უდარჩება შემთან აი მადლობა და ეს საავტორო სიმღერები გააქვთ თუ მაინც აი ამ თარგმნაში და კავერებში ძირითადი კავერები არის ხო ოღონდ კავერებსაც ჩვენ ესე ძალიანაც არ ვეძახით გაბუნია დათო გაბუნია ვინც ქმნის ამ ჩვენ სიმღერებს და მუსიკას ის ამბობს ხოლმე კავერი კი არ არის გაცოცხლებული ახალი მუსიკა არის ეს ჩვენ თავი ინდონის კავერია რომ თითქმის ახალი რაღაცა ავთენტურობა აქვს თავისი ადრე რო იყო ხოლმე ფანტაზია ვივალდის ხო აი რაღაცა ეგრე და რაც შეეხება საავტორო სიმღერებს გვაქვს რეპერტუარში რამდენიმე სიმღერა ერთი განსაკუთრებით საყვარელი ჩემთვის ეს მუზა დათოს სიმღერა არის ლექსის ავტორის თვითონ არის თავის სიმღერების და მუსიკისაც მუზა
კიდე არის ხალხსაც ძალიან უყვარს და მეც ძალიან მიყვარს ამინდის პროგნოზი. გვაქვს რამდენიმე სიმღერები 1-4-5 სიმღერა საავტორო გამოდის, იმიტომ რომ დათო არის ავტორი ტექსტისაც, მუსიკისაც და ასე შემდეგ ყველაფრის. და ასე რომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საავტორო სიმღერებიც გვაქვს. თუმცა მუშაობთ კიდე რომ უფრო მეტი გქონდეს საავტოროებიც. აი, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე შენ იდენტობაზე, აი მართლა რაც თავი რათაც მიგაჩნია რა, ეს არის სახიობი. ხო. და ნუ ნელ-ნელა მივუახლოვდები ცოტა დეტალურად ამ საკითხებს, მაგრამ აი სხვაობა და მსგავსება რა არის ამ სცენასა და იმ შენ სცენას შორის, რაც მართლა შენია რა. კი, არის. ხო არის რაღაც მსგავსება. მსგავსებაც არის და დიდი განსხვავებაც არის. მსგავსება ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არტისტი ეს თეატრის იქნება, ტელევიზიიდან გამოდიხარ, წამყვანი ხარ თუ წამყვანი ცხოვრ ხოლმე. თუ რაღაცაში ან პუბლიკასთან როცა გადიხარ ცოცხლად უზარმაზარი რაღაცნაირი ვერახსნადი ენერგია მოდის, გაცვლა მიდის რა შენსა და მაყურებელს შორის. თეატრშიც დაუშვათ შოუს წაყვანისას, მაგრამ სიხშირეები არის სხვადასხვანაირი რა. გადასარევად. თეატრში რო გამოდიხარ, ცოტა გრძელი პროცესია, ცოტა მედიტაციური პროცესია და იქ ის кайფი ცოტა სხვანაირი ნელ-ნელა და ერთად ჯდებით შენ და მაყურებელი და აქ რო შემოდიხარ, პირველი რაც მქონდა, პირველი კონცერტი რაც მქონდა ჩვენ უკვე ნამდვილ პუბლიკაზე სერიალის შემდეგ მქონდა ივენთ ჰოლი თუ სადღაც იყო რა მოკლედ. პირველი ის იყო და ძალიან შეშინებული ვიყავი, მეთქი რა უნდა გავაკეთო. პირველად არც მუსიკოსი ვარ, იგივე ის მქონდა და როგორ უნდა დავიწყე ხა იქ ხალხი რას იფიქრებს ხოლმე, აი მსახიობური კოშმარები ჩამერთო და ესე მქონდა დალაგებული რომ ჯერ ადიოდა დრამი და ტეკ უტავე, მერე გიტარა ადიოდა, მერე ბასი ადიოდა, მერე რათო ადიოდა, მერე და ბოლოს მე უნდა შევხტარიყავი და ყველა უკვე ავიდა და მე იმენა კანკალებ და კონიაკს უბრახუნებ და მეთქი სად გაქცევაზე ვიყავი მართლა. იშველა? ალბათ კი. ხო და აი მეთქი რაც არის გაავალ მეთქი და გავედი და რა დაიღრია ხახმა აი როგორ ფიზიკურად მიგძენი ჟრუანტელი მთელ ტანში და ენერგიის ძალიან დიდი მოზღვავება. ანუ იმის თქმა მინდა რომ თეატრში და სხვა იმაში სხვადასხვანაირი სიხშირე და ნელა და სხვა кайფია და აქ პირდაპირ ეგრევე პრიხოდი აქვს რა. და აი მე როგორც მახსოვს ეს მსახიობი, იცი რა არის, ხალხი რაღაც ნელ-ნელა პოულობს ამ პროფესიებს და შენ რაღაც ბავშვობიდან გინდოდა, ხო ეს? ხო ეგრე. თალან ბავშვობიდან არა, საერთოდ შეფრთხილე. რატო გადაწყვეტ? რაღაცა ჯგუფი იქმნებოდა და მე ედინბურგში უნდა წავსულიყავით, ესე იყო და პროსტა მივედი და მე დავრჩი. აი ეგრე მოხდა ჩემი მსახიობად. და სკოლის ედინბურგში წასulis გამო გახდით? მოგინდა ედინბურგში. მეთქი რა кай პონტია ედინბურგში წავალ და მე. და რომელ სცენაზე ითამაშე? ედინბურგში აი პატარა დარბაზები იყო, სხვადასხვა ფესტივალი იყო მოკლედ. აი რაღაცა ანუ მანდა რაღაც თეატრი ალპაჩინოს ოცნება რო იყო თუ არა? ედინბურგში არ ვიცი, ალპაჩინოს ოცნება? რაღაც თეატრი არის, სადაც ალპაჩინო ოცნებობდა რომ უნდა ეთამაშა თუ რაღაც. ედინბურგში აქვს დიდი თეატრი, რომელიც ალბათ ყველა მსახიობის ოცნება იქნება, მაგრამ იქამდე ჩვენ არ მიგვისუნია საერთოდ. ის დიდი თეატრია. ჩვენ აი პატარა ფესტივალებზე, მაგრამ თავი იყო ის რომ ამ გადაწყვეტილებამ გამხადა საბოლოო ჯამში მსახიობი და მე მომღერალიც. ეს ჯარში წასulis გამო რო სადღაც აბარებენ დაახლოებით ეგეთი ამბავი. და კინოსაც ხო აქვს რაღაც სხვა სიხშირეები. კი, კინოში რა ხდება? ისე კარგად ამიხსენი ეს. კი, კინოს მესამე ისა კიდე სხვა кайფი აქვს, როგორი რაღაცა იცი, აი თეატრი აი იწყება და ცოტა მედიტაციაში ვარდები ჩენს და მაყურებლის პონტი რა არის, რომ თავიდან მოდის არ იცის რა სპექტაკლია, რა ჟანრია, რა ხდება. პირველი ეტაპი სპექტაკლის არის ხოლმე ყოველთვის გაცნობა რა, მსახიობები გამოდიან, რაღაც შეიძლება ამ ჟანრში თამაშობდეს, შეიძლება იმ ჟანრში და მაყურებელი ერკვევა რა არის. მე რაღაც მომენტში უკვე ენას რო გავიგებ, მე ერთ ტალღაზე ჯდები რა მაყურებელთან და აი ესე დაცურავ. კარგი სპექტაკლია, ცუდი სპექტაკლი, მაინც ერთ პონტში ხარ. კინოს სხვა რამე აქვს, კინოს წვეტილი პონტი აქვს, წვეტილი მუშაობაა და ამას ცალკე кайფი აქვს, იმიტომ რომ გააქვს შენ დრო, სანამ ამ კადრიდან გადაგიღებენ რა. გაიაზრო შემდეგ რა ხდება ის როგორ გადაიღებს და ამით ქსიამოვნებს რა. მე ამას სხვანაირად იმეორებ, რომ იგივე შენ თავში პერსონაჟთან ერთად დიდხანს ცხოვრობ, ხო? კი, ხო,
უფრო დავაგებულად და მშვიდად და სტრესის გარეშე. როგორც სტუდიაში მუშაობა და ლაივი ეგეთი. ხო რა, ანუ არავინ არ გიშლის ის იდეაში, ანუ მაყურებელი და არ უნდა შეგეშალოს პონტი არ არის რა. და კინო თუ უფრო თეატრი რომელია? არა, ყველაფერი ერთად 100%-ით მიყვარს. ის სხვა. მე მგონა თეატრი სიტყვა. არა, თეატრი ძალიან მიყვარს, კინო ძალიან მიყვარს და მუსიკაც უკვე ძალიან მიყვარს. სხვადასხვა არის ჩემთვის, ერთი სფერო, ერთი კულტურის ნაწილია შეიძლება, მაგრამ სხვადასხვა შრომის და როგორც წეგან აღნიშნე, кайფის მომანი რამე არის და ამიტომ სრულფასოვნად სამივე მიყვარს. საყვარელი როლი გააქვს? ან ძველი ან ძველი ან საოცნებო რაღაცა. ჰამლეტს ვითამაშებ. არა, არასდროს არ მქონია სხვადასხვა არაფერი საოცნებო როლი და რაღაცა ეგრე უფრო მომწონს, რაც ბავშვად შემხვდება როლი. მერე იმასთან ერთად ვიწყებ ცხოვრებას, მუშაობას, кайფს და ის მიყვარდება იმ წუთას და ამიტომ ყველა მიყვარს. და აი ეს ვარსკვლავური ფენომენი რა რომელი სცენის ვარსკვლავი? თუ თანაბრად ყველას. ვარსკვლავი ვარ? არა, ნუ ხო ხარ ეხლა სცენაზე რომ გამოვედიო ხალხმა და დაგვურწლა და ხელა ფიდბექია, ხო? არ ვიცი, ეგრე ვერთული მე, არ ვიცი, რაღაცა ვარსკვლავი. ან ვარსკვლავი ხარ? აი ეს კითხვა. არა მგონია ეხლა ნამდვილი ვარსკვლავი სხვა რამეა და აქ რაღაცა ცნობადობაში და ადამიანების სიყვარულში შეგვიძლია რაღაცა დავარქვათ, მაგრამ აი ეს თარი ეგრე ჩვეულებრივი ვარ ამაზე. ხო. არა, ჩვეულებრივად დარჩები, მაგრამ აი კიანურივს მაგალითად ჩვეულებრივი ტიპია, მაგრამ ხო. და ვარსკვლავიც არის. ვარსკვლავიც არის. ხო, და აი, აქ ვარსკვლავობას კიდე ერთი ფინანსური ისიც ჭირდება, გაიგე, რომ ბოლომდე ვარსკვლავი. ეგ ფაქტია და ეგ არ არის შენგრა. მაგარ დღეს ჩაგატა. მაგარია, დაფას დავარ. მოკლედ. მოდი, ეხლა ვერ გავექცევით რა და ცოტა პოლიტიკაზეც ვილაპარაკოთ, ოღონდ იცი როგორ მე რამდენიმე რაღაც ისეთ ცნებები და ფრაზები შემოიჭრა რა ჩვენთან აქ დადიტოვა იმას. რომ მაიცა კიდე მოგეცი. რომ ისა რაღაცები გაუგებარია რა უკვე. აი, deep state რა არის? ასე არა. მიფიქრია მაგაზე. რა ვიცი, რაღაცა არის. ვერ გეტყვი მე მაგაზე პასუხს. რაღაცა გიცი არის რა. აი, იცი რა, ტრამპმა თქვა ეს ტერმინი და ნუ ეს ფედერალურ მთავრობაში რაღაც კორუფციულ კლანს გულისხმობდა რა. ნაწილია რომელიც აი მე ვერც ვარ ჩა. აი ჩვენი მეინსტრიმული deep state რა არის, რას არაფერ პროპაგანდაა ჩვენ რას ჩვენები იყენებენ არის პროპაგანდა რაღაცისთვის თავიანთი მიზნის მისაღწევა და ეგ არის. შენ ვერ გაიგეს რა. ანუ ისა რაღაც აბარაკადაბრასნაირი რაღაც მანტრაა თუ გვაშინებენ რაღაცა. ხო, რაღაც ეგეთი სხვადასხვა გზებით გვაშინებენ. ნუ ჩვენ არა, ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ ცდილობენ ხალხი დააშინონ. კიდე იცი რა მაინტერესებს, აი მეორე მხარესაც რო ვილაპარაკოთ რა, აი ეხა არც ისე აი პირდაპირ ვიტყვი პატარები აღარ ვართ, ხო? ხო და პატარა ბიჭები აღარ ხო, პატარა ბიჭები აღარ ვართ და რამდენი პროტესტი, საპროტესტო ტალღა და რაღაცები გვახსოვს და აი ლოზუნგი როა ცეცხლი ოლიგარქიას რამდენი მარცვა ადრე იყოს წადი რაღაც მოკლედ აი ეს როგორც ლოზუნგი მოგწონს ცეცხლი ოლიგარქია ესე ლოზუნგად არ ვიცი ვერ შევაფაზე მაგრამ მე მგონი ძალიან საჭირო სხვა გზა რო აღარ წყევლაზე რო გადადიხარ ადამიანი რო აი ბერს რო ჩხუბობ აგინებ ვიღაცას და არაფერი რო აჭირდა ბოროს რო წყევლი მაგ იმას გრადუსამდე მიგვიყვანეს ხალხი და მაგიტომაც ცეცხლი ოლიგარქია და შავი ქვა და ჯანდაბა შეგვიძლია უკვე ეგრე გესმის ხო აბა მეტი რა არის ანუ ეს ცუდ რაღაცებს ვინც აკეთებენ მარტო ჩვენთან არა ეს ოლიგარქატია კი ძალიან პოლიტიკურ კითხვებში მე შეიძლება ჩამჭრა ასე რომ არა ამიტომ არ გისმევ ძალიან პოლიტიკურ კითხვებს ხა რაღაც კვოტებზე და ეგეთ რაღაცებზე ხა მე შეიძლება ჩავიჭრა ასევე რაღაც ეკონომიკის ზრდაზე ვერ ვილაპარაკებ ვერანაირად ხო ნუ არა რაღაც კულტურულ ასპექტში მინდა რა რომ ეს კითხო და იცი რა მაინტერესებს კიდე აი ეს სევდა რა რაც მოსდევს რა ეხა ამ ყველაფერს სევდა თუ დარდი თუ რაღაც დეპრესია ხო აი ეს რაც ამ ვაიბსაც დაყვება რა ეს არის აი პირველ რიგში ამ უდანაშაულო პატიმრების არსებობა რა ხო აი წარმოუდგენელი ამბავია რა რომ ადამიანი არ არის კრიმინალი ვერაფერს ვერ უმტკიცებენ რომ დააშავა და გამოკეტილია ამდენი ხანი ამ კედელში გულწრფელი პროტესტის გამო
ხო და თან რიზრა ხო რამ გამოიწვია მისი ქმედე კვლელობის დროსაც განიხილავენ ხოლმე мотиваციას წარმოიდგინე და აი ხა ესეთ იმას რომ ხო და ეგ ზუსტად იმაზე მეტყველებს ესეთი ადამიანების დაჭერა და იმაზე მეტყველებს რომ კვლელსაც კი რაღაცა мотиვი უნდა გამოიწვიო ესე არ განუხილავად პირდაპირ ჩაყარე ეს იმაზე მეტყველებს რომ სხვა ინტერესი აქვს იმას ჩამყრელს ასე ვთქვათ. სხვა ინტერესი აქვს და სხვა რამეს ემსახურება და იმისთვის რაღაცა სიმართლის ძიება არ არის აქ. ის არის უბრალოდ დაჩაგვრა ბრძოლა და უნდა დაიმონოს თავისი მოსახლეობა, რომელსაც აი გულწრფელად ვებრძვით რა თქმა იცი რა კითხვა, მაგრამ ეს ხო ცალკე ძალიან დიდი ის არის რა, რა ქვია მაგას, სტრესი რა, ჩვენთვის ყველასთვის. და კიდე მეორე სტრესიც არის აქ შემოდის როგორიც, აი როგორ შეგრძნება მაგ იცი თითქოს აი ბერლინის კედელი ხო დაინგრა წლების წინ ხო და ეხა აი ამ პროპაგანდამ აი არ ვიცი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის ეს თუ საიდან მოდის რაღაც უხილავი ბერლინის კედლები ააშენა თან ისა რაღაც კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე კი არა აი ჩვენ შორის რაღაც და აი შენთანაც გაიერა რა ამ კედელმა სადმე აი მე რას გულისხმობ აი შენ მეგობრებთან შენსა და შენ მეგობრებს შორის რაღაც უხილავი იცი რა არის ან შენ სცენაზე ვთქვა თან სადღაც სცენაზე არის რა თქმა უნდა რას არის სცენაზე კი ყოველთვის სხვადასხვა თეატრის თუ თეატრის უფრო თეატრში უფრო მასშტაბური რაღაც უხილავი კედელი დგას და შენ იქით ხარ და ეს აქეთ ხარ ეს აი ეს არის კიდე ერთი ცალკე კოშმარი რა და ძალიან ნაფიქრად და ასე ვთქვათ ჩათლახურად გაკეთებული კედლები არის ეგ მაგრამ ხო იცი რა არის საბედნიეროდ რაღაცა ისე მომიწია რომ ჩემს გარშემო ნაკლებად არის ეგეთ კედლებს მიღმა დგას. თუმცა არსებობენ ადამიანები და ავის მიყვალდებით რა ამბავზე. ნელ ალბათ იმათაც გადმოვიყვანთ. უნდა გადმოვაწყოთ სხვა გზა არა. თან ეს კიდე კედელი მაინც არ არის. ფიზიკურად არ არსებობს. ხო. ტირანიის შემთხვევები ხო ახსოვს ისტორიას ბევრი რა. ის ტიპი უფრო გამაღიზიანებელი იყო თუ მთელი ეს მასები რომელიც იმას ახლავს. აი საზოგადოების რაღაც ნაწილზე უფრო ბრაზობ თუ კონკრეტულად აი ამ ტიპებზე ვინც ვისაც ეს ახორციელებს აი ანუ ვინც ამ პროპაგანდაში მოყვა, ვინც ემსახურება რაღაც რეჟიმებს. ესეთი კატეგორია ხო არსებობს ხალხ. კი მაგის ის უფრო გამაღიზიანებელია თუ ის ტიპი ერთი ვინც რაღაცას შილობს თავისთვის მაგმასის ხარჯზე არის ზუსტად მის გამარჯვება რომ ამ შეუძლია რომ ის დაავერბოს ბრაზობ ამ ხალხს კი ბრაზობ რა თუ ძალიან არ ბრაზობ არა ძალიან ბრაზობ იმიტომ რომ ის ერთი მომენტია რომ შენ ხარ ვიღაცა ბოროტი თუ ისა უარყოფითი ან ტერი ქვეყნის მაგრამ რამდენად შენ შეგიძლია დააგოიმო დაუშვათ სხვა ადამიანები რომლებიც ბრმად მოყვებიან და ის ამ იარაღით მიგებს მე და არა დაუშვათ თავისი სიტყვებით მარტო ამიტომ იარაღზე ბრაზდები იმიტომ რომ იმის იარაღს გონი აქვს ფიქრი აქვს შეუძლია წაიგოს რაღაც დასაკნაზე გამოიტანოს დასკვნა შეხედოს რაღაცა და რა თქმა უნდა გასაბრაზებელია სიბრიყვისგან მოტანილი მავნებლობა გასლებთ უფრო მავნებლური მგონია მე ვიდრე მიზანმიმართული მავნებლობა სიბრიყვეს უფრო საშინელება მოაქვს რა ამიტომ გასაბრაზებელია არის ნამდვილად. და როგორ ფიქრობ, აი ბოლო კითხვა მაგ და მიდი, გაგიშვებ ძალიან მზე არის. არა, რასა. აგერ გვიცავენ მზისგან, მადლობა მეგობრებო. აუ. გამოუვალია მდგომარეობა? გამოუვალი მდგომარეობა, როგორც ჩვენი ჯგუფის სლოგანია ხოლმე, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მადლობა. მოქმედებიდან შეიძლება რომ გამოსავალი ვიყავ. დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა ყველა სცენაზე. მადლობა ასევე თქვენს.